ყველაზე დიდი სამიზნე საქართველოში უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მხრიდან არის ბიძინა ივანიშვილი. ამას აქვს თავის ობიექტური და თავის სუბიექტური მიზეზები, რომელზეც მე რა თქმა უნდა გაშლას არ დავიწყებ. მაგრამ ნახოთ, ახლა მხოლოდ ერთი ფაქტი გავაანალიზოთ, რაც მოხდა, ახლა ბოლო სამი დაკავება როდესაც მოხდა, როდესაც საფრანგეთის დაზვერვის პირობითად ესე უნდა ჩავთვალოთ ნიშნები გამოჩნდა და საფრანგეთის ჯაშური აპარატის წევრი. ახლა გადახედეთ მის ბექგრაუნდს, სად და როგორ მოღვაწეობდა. ჯერ ერთი ის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში საკმაოდ ახლოს იყო თავიდანვე და ამასთან ერთად ამას დავამატოთ, რომ სადაც იყო, ეს არის ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამდებობა არა, თვითონ სტრუქტურა არის. სადაც პრაქტიკულად ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით ყველა ტიპის ინფორმაცია ინახება. აი ახლა პრობლემა სადა გვაქვს ჩვენ ნახეთ, კარგია გამოვლენა, მაგრამ მე ვეკითხები სპეცსამსახურებს. ამდენი წლების განმავლობაში რა ტიპის საფრთხეებთან მქონდა საქმე და რა ტიპის ინფორმაციების გაჟონა მოხდა. და ვეკითხები ახლა მე ვფიქრობ, რომ მე მაგალითად ესე გავაკეთებდი, მე რო ვიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, აუცილებლად შიდამოკვლევას ჩავატარებდი, რომ და შევისწავლდი საქმეს, იმ ოპერატიულ საქმეს, რომლის წარმოების დასასრულზე შემდეგ დააკავეს ის პირი, ვისაც ჯავშობა წარედგინა ბრალად. რატომ არ მოხდა მისი დროულად გამოვლენა? თუ იქ ყველაფერი, როგორც ოპერატიულ საქმიანობისათვის დამახასიათებელია, ჩარჩოში ხდება ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი არ უნდა მოეთხოვოს, მაგრამ თუ იქ არის გარკვეული ტიპის გულგრილობა, ან შეფერხება გარკვეული პროცესების, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.